რადგან გინდოდათ ხშირი ვიდეოები და რადგან მეუბნებით რომ ყოველ დღე მიშა ყოველ დღე მაშინ ზოგჯერ მოგიწევთ ჩემი თმიანი ატანა აი როგორ მახინჯად ვგრძნობ თავს ხა ვერ წარმოიდგენთ მაგრამ მახინჯად არ გრძნობენ თავს ვინ ის ხალხი ვისაც ხმაურიანი მანქანები ყავს დასველდით დღეს ვისაუბრებთ იმ კანონზე რომელიც მიიღო მთავრობამ რომელიც შეეხება ხმაურიანი მანქანების აკრძალვას ანუ რა თქმა უნდა მე კანონი არ წამიკითხავს გიჟი ვარ ხე კანონები წავიკითხო უბრალოდ ჩემ თავში წარმოვიდგინე რაღაც TikTok ვიდეოებს გავეცანი და მაგაზე ვისაუბრებთ როგორც ყველა ნორმალური ადამიანი და ამით შევიქმნით მთელ წარმოდგენას მოკლედ სანამ კანონზე გადავალთ მოკლედ მოდი ჯერ განვიხილოთ ვის ყავს ხმაურიანი მანქანები ეს ხალხი არის აი ზე სიმპათიური ხალხი ანუ აი ბრედ პიტი ლეონარდო დიკაპრიო და ამ შემდეგ ანუ ხმაურიანი მანქანა ნიშნავს წარმატებულ ადამიანს წარმატებულ კაცს ხმაურიანი მანქანა ნიშნავს რომ შენ ვინმესთვის არ მუშაობ და არც არასდროს გიმუშავია ვინმესთვის შენით აკეთებ ყველაფერს აუ განა ბიზნესმენი ხარ არ ბიზნესმენი არ ხარ მაგრამ აი მიდგები მოდგები აქეთ იქით მილიონერი აი ესეთი ადამიანია ის ადამიანი ვისაც ხმაურიანი მანქანა ყავს ხმაურიანი მანქანის პატრონი არის ის ადამიანი ვისაც ერთი 10-15 გოგო წერს დღეში რომ გთხოვ ჩემთან გამოდი შენ მანქანაში მაკატავე და ხმაური მომასმენნე დიახ მეგობრებო მეც ვყავდა ხმაურიანი მანქანა და მეც მეგონა რომ ეგრე იქნებოდა ცხოვრება როგორც აღვწერე მეთქი აი ხა რო ჩავაჭერ გოგოები გაუმხედავენ და ვაი მე რამხელა პენისი აქვს ალბათ ამას არა გოგოები ფიქრობენ ეს რა ყავ სამწუხაროდ ეგრეა ხმაურიანი მანქანა რო ყავს აი რა ხდება ის რა იცვლება შენ ცხოვრებაში რომ კაცებს მოსწონ ხარ აი განა გეურ პონჩი არა უბრალოდ მოდიან და რამდენს გიწვავს ძმა კარაპოვიჩები გიყენია ძმა მიდი რა ერთი ჩააჭირე რა მოიც ჩემ ძმისშვილისთვის ჩავაგდებ ვიდეოს მიდი ერთ ჩააჭირე რეალობა ესაა მეგობრებო ასე რომ არ უნდა დავცინოთ ამ ადამიანებს რადგან კაცის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება მომენტი როცა მას ხმაურიანი მანქანა სჭირდება ყველას გონია რომ გჭირდება ანუ აი ხა თუ ვინმე კაცი მიყურებ და არა მე არასდროს არ დამჭირვებია და არასდროს არ მომდო პისტი ხარ თუ კაცრავად ხმაურიანი მანქანა ყველას გვინდა ერთხელ ცხოვრებაში და ყველამ უნდა გამოსცადოს ეს მართლა იმიტომ რომ ესე ახსნით აი ხა მე რო აგიხსნათ რომ ანუ ხალხო არაფერს მოგიმატებთ ცხოვრებაში და ამ შემდეგ აზრი არა აქვს თქვენ თუნდა გამოსცადოთ თქვენ თუნდა ჩააჭიროთ გაზს თქვენ თუნდა შეგაგინონ მეზობლებმა ღამის 2 საათზე რომ აი თქვენთ მიხვდეთ რომ მე მგონი მანქანა არ მშველის და მოდი ცხოვრების განვითარებას მივხედავ მიშა შიქ ხომ არა გაქვს დროზე თქვი რას ფიქრობ ამ თემაზე რას ფიქრობ მეგობრებო იმას რომ რა თქმა უნდა არ ვეთანხმები ამ კანონს იმიტომ რომ ეს არის რავი გამოხატულობის და ინდივიდუალობის შეზღუდვა რა მაგიტომ ევოსება საქართველოს მაგიტომ ევოსება ქართველი ხალხი რომ რა ვიცი აი ყველას გვაქვს ჩვენი ინდივიდუალიზმი რა ანუ ვიღაც ხმაურიანი მანქანები ევოსება ვიღაცას ეზიზღება იმდენად რომ ხმაურიან მანქანას აგინებს და ამ შემდეგ რა ანუ ეგ ასწორებს და მაგითი ყალიბდება თავისუფალი საზოგადოება თორე ყველამ თუ ვიარეთ რა ვიცი თეთრი პრიუსებით მაშინ სისულელია რა ასე რომ მე მომხრე ვარ ხმაურიანი მანქანების მე მომხრე ვარ იმისი რომ Honda Fit-ებმა რაღაცა 2007 წლიანებმა იხმაურონ და მიუყენონ ვიღაცა Lamborghini-ს და რამდენს გიწვავს ძმა
35 litrს. ეობა, ჩემი 4 litrას წვავს. ღმ. ეს ისტორია დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე, როცა მე წითელი M6 მყავდა, აი Honda Fit-იანი მეგობრები მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ 20 litrს წვავს, მაგარი ეობა. ჩემი აზრით Honda Fit-ს უნდა ქონდეს თავისი ასაკი. აი, თუ 25 წელზე მეტის ხარ, კი არა, 25 წელზე ნაკლების თუ ხარ და Honda Fit-ი თუ მოგწონს, აი უნდა გადმოგათრიოთ და 10 წელი ციხეში. გაიზრდები, გამოხვალ ციხიდან და შემდეგ შეგიძლია იყოლიო Honda Fit-ი და იარო ეკონომიურად. მაგრამ აი 25 წლამდე თუ Honda Fit-ი მოგწონს, აუ რაღაც ვერ გაქვს გონებაში ჯანმრთელად რა. ჩემი აზრით სუსმა უნდა უსმინოს ეგეთ ხალხს, ანუ აი თუ ხარ, რა ვიცი, 19 წლის ბიჭი, ყავს Honda Fit-ი და კმაყოფილი ხარ. ანუ იმას არ ვიძახი, რომ ეხა ყველას უნდა კონდეს უკეთესი მანქანის ფული. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ყველას უკეთესი მანქანის ფული, მაგრამ რო ყავს Honda Fit-ი, ცხოვრება უნდა გეზიზღებოდეს. თუ ხარ ახალგაზრდა ბიჭი, რომ აი უნდა გეზიზღებოდეს რა. დილით ჩამოდიხარ, უნდა შეაფურთხო ერთხელ მანქანას და μετά ჩაჯდე. მაგრამ აი თუ სიხარულით ჩამოდიხარ, რომ აი ჩემი ვერცხლისფერი Honda Fit-ი მელოდება. ესე იგი პრობლემები გაქვს რა. ესე იგი რაღაცას გეგმავ, Telegram ჯგუფი გაქვს შექმნილი, სადაც რა ვიცი მე 15 წლის ბავშვებს წემ და ნაცისტურ იმებს მოუწოდებ და ასე შემდეგ. ანუ რაღაც პრობლემები გაქვს გონებაში, თუ Honda Fit-ი მოგწონს 19-20 წლის ასაკში. ანუ გინახიათ ისეთი ტიპები, აი 93 წლიანი Mitsubishi Eclipse-ით რო დადიან, რომ აი და მაგათ ვართმევთ მანქანებს, ანუ აი რას ვუტოვებთ ცხოვრებაში? კაცი დადის 1995 წლიანი, რა ვიცი მე, Hyundai Tiburon-ით. და მაგასაც ვართმევთ, რომ აი გლუში წელი გაქვსო ხმამაღალიო, ანუ რას ვუტოვებთ კაც ცხოვრებაში? აუ გადადი ხალხო, ეგეთი ტიპების Instagram გვერდებზე, Facebook-ზე, თუ რა ვიცი, რა სოციალური ქსელიც გაქვთ, გადადით იმ ხალხის სოцქსელებში, რომლებსაც ყავთ ხმაურიანი მანქანები. ანუ ვერც შეატყობ მანქანას MSG-ები თუ იმ ადამიანს MSG-ები. ყოველი ფოტო არის მანქანის. აი ხა 1998 წლიანი Honda Civic-ით მოდის ტიპი გოგოსთან შესახვედრად და ხმაც არა აქვს ამ Honda Civic-ს. ფანჯრები ესე ეწევა. ატვორტკა აქვს ჩარჭობილი ფანჯარაში, რომ ბოლომდე არ ჩამოუწიო, ჩავარდება ფანჯარა. და ხმასაც ვართმევთ. ანუ კარგით რა. ხო და მე თქვენკენ ვარ ძმებო. უბრალოდ ეხლა უნდა შეგვეძლოს ჩვენ თავზე გადაობა, იმიტომ რომ მეც ვიყავი ეგეთი ადამიანი, მეც ვყავდა ხმაურიანი მანქანები და მეც მეგონა რომ მეთქე, აუ გოგოები ეხლა ფიქრობენ, აუ ამას რამხელა პენსი აქვს ალბათ. არა. არც ერთ გოგოს არ ვფიქრია ეგ ჩემი ხმაურიანი მანქანის გამო. ჩვენი მოხუცები, ჩემი ავადმყოფი ბებია იღვიძებს ხმაურის გამო. შენი ავადმყოფი ბებია, რავი, იქნება შენმა ავადმყოფა ბებიამ, რა ვიცი, იქნება დაისვენოს და დაასვენოს ყველა გარშემო. მე რა სისულეებია ხალხო, რომ ჩემმა ავადმყოფმა ბებიამ გაიღვიძა, რომელიც 12 წელია საწოლზეა მიჯაჭული. ხო და ის რა უნდა ქნა მაგ დროს ფანჯარა გამოაღო, დიდი მადლობა, რომ ცდილობ რომ ბებია ჩემიც დაასვენო და ოჯახის წევრებიც დაგვასვენო. ბებია ჩემის ტანჯვისგან და გაათავისუფლო ამ ტანჯვისგან. კარგით რა. ყველამ თავის ცხოვრებას მივხედოთ. ასე რომ იხმაურეთ ძმებო, იმედია გააუქმებენ ამ კანონს და იმედია გააგრძელებთ ხმაურს. მე შეუწუხები ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ არის ცხოვრება, რას ვიზამთ. ვიღაც შეაწუხებს ყოველთვის. მოდელი ჩვენ გადაცემის სპონსორია კომპანია Magna. როდესაც მანქანების ჩამოყვანა გსურთ ამერიკიდან. გსურთ მანქანა ჩამოიყვანოთ ამერიკიდან? მაშინ გამოიყენეთ კომპანია Magna. ჩემ გამო ფას დაგიკლებენ. არ, ჩემ გამო ფას მართლა დაგიკლებენ. მოკლედ ანუ
განახევრებენ ჩემ გამო ფასს, ანუ დაურეკეთ, კითხეთ, რომ აი მაგალითად ეს და ეს მანქანა რა დამიჯდება რომ ჩამოვიყვანო და მიშა ექიმისგან ვრეკავთ ხო რა. ღადაობის გარეშე ხალხო, ანუ შეგიძლიათ სხვა კომპანიებს დაურეკოთ ჯერ და მე გადაამოწმოთ ამათთან. დაურეკეთ, უთხარით რომ მიშა ექიმის რეკლამა ნახეთ ხო და რამდენი დამიჯდება ამ მანქანის ჩამოყვანად ხო. ყველაზე იაფ ფასს გეტყვიან. გეფიცებით. ასე რომ ვისაც მანქანის ჩამოყვანა გნებავთ, გადარეკეთ ამ კომპანიაში და გაარკვიეთ ფასები. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ისრაელი დამასკოში სირიის პრეზიდენტის სასახლეს ბომბავს. გავრცელდა ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს დაბომბვა. ისრაელმა დაბომბა მოკლედ სირია. ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ ვის მხარეს ვართ? ქვიშის ხალხის თუ ებრაელების? რა საკვირველია ჩვენი გადაცემა არის ებრაელების მხარდამჭერი და ეხლა არსაიდან გამახსენდა რომ შეგიძლიათ ფულები ჩამირიცხოთ აი ამ მითითებულ პირად ნომერზე. ან მიიღება მხოლოდ ლარები, ევროები და დოლარები. ასე რომ თუ ვინმე აი შემთხვევით ადამიანს შეკელები გაქვთ ებრაული შეგიძლიათ გადაახურდავოთ და შემდეგ დოლარებით ჩამირიცხოთ. საერთოდ არაფერ შუაშია ეს ჩემი მხარდაჭერა ებრაელების მიმართ. ჰავა ნაგილა. შეგახსენებთ მეგობრებო რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია Full Energy. Full Energy. დალიეთ იმიტომ რომ Full Energy.